ფოტოგრაფია რო დაიწყო, ყველგან ერთნაირად დაიწყო. თავარი ამოცანა თავიდან იყო, რომ როგორმე სურათი გამოსულიყო, მაგრამ მერე მოხდა რაღაცნაირად დიფერენცირება და პირველი რა თქმა უნდა დიდი სურვილი ადამიანების იყო, რომ ადამიანები გადაეღოთ. ყველას უნდოდა რომ პორტრეტი ქონოდა და საქართველოში ალბათ ეგრე დაიწყო. ეს სტუდიები, რომელიც გაჩნდა, იყო საპორტრეტო სტუდიები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან სარფიანი საქმე იყო, იმიტომ რომ ყველას უნდოდა რომ სურათი ქონოდა და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ფოტოგრაფიაზე და აი როინაშვილი რომელიც ქალბატონმა ლიამ ბრძანა იყო განსაკუთრებული ადამიანი, მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ ეს სამი სტუდია შექმნა, სადაც პორტრეტებს იღებდა, ხო? ის მიხვდა ფოტოგრაფიის მნიშვნელობას. ის მიხვდა, რომ ფოტოგრაფია აფიქსირებს დროს, ის მიხვდა, რომ ფოტოგრაფია აფიქსირებს ადგილს და ცვლილებას, რაც ერთ-ერთი მთავარი რაღაცაა ფოტოგრაფიისთვის და მან თავისი ნებით, არაკომერციულად, ასე ვთქვათ, თავისი სურვილით დაიწყო ყველაფრის გადაღება, მოდი ესე ვიტყვი. ქალაქის, ადამიანების, ქუჩის, ტრანსპორტის, ბაზრების, ცხოვრების გადაღება დაიწყო, რომელიც მას ფულს არავინ არ უხდიდა. ეს იყო მისი აი ზუსტად ის ევროპული აზროვნება, რაზეც ვლაპარაკობ. ის მიხვდა, რომ ფოტოგრაფია არის საშუალება, რომ დაიმახსოვრო როგორია დრო. რომ არა ეს ფოტოები, ჩვენ ახლა არ გვეცოდინება თუ ჩვენი ქალაქი როგორი იყო 100 წლის წინ. ის რომ ჩვენ შეგვიძლია რომ აღვადგინოთ ქალაქი როგორი იყო 100 წლის წინ, აი რეალურად მისი დამსახურებაა.